були сьогодні доповіді. დღეს ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სამხედროებისგან. ფრონტის ხაზზე განსაკუთრებით დობროპილიისა და პოკროვსკის მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად და მადლობელი ვარ თითოეული დანაყოფის, ჩვენი თითოეული ჯარისკაცის, რომლებიც ახლა ოკუპანტებს ანადგურებენ. ყველგან, მათ შორის ხარკივის, საპორიჟიისა და სუმის რეგიონებში, ვცდილობთ უკრაინას ზუსტად ისეთი თავდაცვა მივაწოდოთ, როგორიც სჭირდება. Продовжуємо комунікацію з გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას საერთო და მტკიცე პოზიციის მისაღწევად. ვესაუბრეთ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და როგორც ყოველთვის, კარგი საუბარი გქონდა, სწორი აქცენტებით. მადლობელი ვარ, რომ მხარს უჭერს ჩვენს ხალხს, ჩვენს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც მთავარია, მისი პოზიციაა, რომ მდგრადი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ უკრაინის მონაწილეობით იქნება შესაძლებელი. сталим тільки завтра продовжуємо. ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. დღეს ასევე ვესაუბრე კატარის ემირს და მადლობა გადაუხადე, რომ რუსეთის მიერ გატაცებული ჩვენი ბავშვების გათავისუფლებაში დაგვეხმარა. მათი შუამავლობისა და ძალისხმევის დახმარებით ასობით ბავშვი დავაბრუნეთ. მას უკვე გავუზიარე პარტნიორებთან საუბრისას მიღებული გადაწყვეტილებები და შემდგომი შესაძლო ნაბიჯები.